დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ გადაცემას, განწყობ არის არაჩვეულებრივი, იმიტომ რომ ჩემი მეგობარი და ამ გადაცემის მეგობარი არაჩვეულებრივი დრამერი ბორგირად წოდებული იგივე დათოცომაია იმყოფება სტუმრად და ისეთი კარგი ამბები მიცხა ეთერს მიხმა, რომ ჩემი ემოციები ვერ შევიკავე, რადგან ამაღლებულ განწყობაზე ვარ, ვისარგებლებ პირდაპირ ეთერში და დაბადების დღეს მიულოცავ ჩემს კოლეგას, ჩემს მეგობარს, ვინც ზრუნავს, რომ ყოველდღიურად გამოვჩნდეთ თქვენს ცისფერ ეკრანებზე, ლიკა ჩოგოვაძეზე მაქვს საუბარი, უსურო კარიერული წინსვლა, წარმატება, ფინანსური კეთილდღეობა და მუდამ იყოს ღიმილიანი, რომელიც მას ასე ძალიან უხდება. დათოს არ გადავღლი და მევესალმები, როგორ ხარ? ძალიან მიხარია რომ გამარჯობა ნანა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დაბადებისთვის უკვე. განწყობა როგორია? საბრძოლო. მეცადე რომ მეტალისტურად შესაბამისად დაგხვეთ როდი იმედია გამო. პანკაც მეტალისტურად. ხო არ ვიცი რაღაც მაპატია. ხო მაინც ერთი და იგივე. გამოვასწორებ შემდეგში. რა სხვაობა ის პანკებსა და მეტალისტებს შორის? რა ვიცი. არაფერი ისეთი განსხვავება. ყველას მიყვარს თავისუფლება და მუსიკა და არაფერს არ ვაშავებ. მე მიხარია რომ ისევ შევხვდით ერთმანეთს და მიხარია ის რომ უკვე ბევრი ადამიანი საუბრობს რიფრავსზე, რომელიცაც მე ესე თქვენგან ვიცი და პირადად არ მოსუვარ და ჩემი სირცხვილი იყოს ეს ყველაფერი. გეპატიჟები აგერ ყოველდღე და. ხო. ძალიან კარგი. საერთოდ. მე მიხარია რომ პოპულარობა გაიზარდა, მაწუხებს ის ფაქტი რომ ის რასაც რეგიონებს უწოდებენ ხოლმე ბაღდადს მოაკლდა ესეთი სივრცე, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ალბათ, როცა ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს შეუძლიათ ემოციები გამოხატონ, მუსიკა არა და საღამო გაატარონ მუსიკის თანხლებით, თუნდაც კათხალუდით და ეს ფუფუნება აღარ აქვს ბაღდადს, მაგრამ შეიძლება ყველაფერი დადგეს ისევ დღის წესრიგში. რაც შეეხება რიფრავს, მითხარი რა ხდება? არ არსებობს კვირა რომ ივენთი არ ქონდეს. ხო, ნუ რიფრაფი ახლა ვინც არის ის მათაც უთხრათ რომ ესეთი ცოცხალი მუსიკის კლუბი არის, რომელიც ქუთაისში გაიხსნა უკვე მეხუთე თვეა უკვე რაც ფუნქციონირებთ. მდებარეობს როძევიჩის ქუჩა 2-ში, ძველი ფოსტის შენობის უკან. ლამპარი ხო? ლამპარი რო იყო ადრე კლუბი, იგივე შენობაში კი. და ვცდილობთ ყოველ შაბათ-კვირას თვითონ რამე ივენთი გავუმართოთ, ზოგჯერ არის კვირაში 3-4 ივენთი გვაქვს ხოლმე, ზოგჯერ სამშაბათსაც ქონია კონცერტი ან 4 შაბათს ან 5 შაბათს, მაგრამ შაბათ-კვირა ძირითადად სულ გვაქვს ხოლმე. ქონდა თუ არა ისე განცდა, რომ ერთგვარი შიშის მომგვრელი, იმიტომ რომ ამდენი ბენდი სად უნდა იპოვონ, მათი ტრანსპორტირებას ხო ყველაფერი ხარჯებთან არის დაკავშირებული. მე ვიცი რომ ბევრი რაღაც სიყვარულით, მეგობრობით და წარსულის კარგი გამოცდილებით ხდება ხოლმე. ნუ ესე ვიტყვი რომ დღეს საქართველოში იმდენი ბენდი არის, რომ ცოტა მაგის პრობლემა არ არის ბენდის. აი ხო, მაგაზე თალკე ვილაპარაკებ მე. და ძირითადად მაინც ყველას დაყრა უნდა და პირიქით ბევრი აქეთ გვწერს რომ დაგვაყრევინა და ჩვენით ჩამოვართ და რაღაცა ძირითადად ბილეთებიდან რაც შემოდის მე სულ ჯგუფებს ვაძლევთ ხოლმე და კმაყოფილები მიდიან და თითო ეგ ლუც ან არაყს დავალებინათ და ძალიან ბედნიერი მიდის და მოდის ხარა და ძალიან ბევრი უცხოური ბენდებიც ჩამოდის და კი ეს უცხოურ ბენდებთან კავშირებს როგორ ამყარებ? ნუ გარდა იმისა რომ ჩვენც ვიყავით ბევრჯერ წასული უცხოე და იქ კონტაქტები დავამყარეთ, მე არის იმის კონტაქტით, ამის კონტაქტით, ამ ვიღაცას თუ უნდა აქეთ რეგიონში მოდის, აი თურქეთში მოდიან ხოლმე, ან აინტერესებთ საქართველოს ჩამოსვლა, რაღაც ქუთაისში ჩამოვიდნენ, ან პირდაპირ დაგუგლავენ ესე ვთქვათ, ცოცხალი მუსიკის ადგილები სად არის საქართველოში და რიფრავს უგდებს ხოლმე და პირდაპირ, ხო, პირდაპირ, აი ჩამოსვლა გვინდა და რა პირობები და მეთქი ჩამოდით თქვენ და ყველაზე ხმაურიანი ბენდი ვინ იყო ეს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვინც გესტუმრათ ახლა 5 თვის მანძილზე? ნუ ახლა ისე ძირითადად underground ბენდები დადიან, მაგრამ სახელები ახლა არაფერს არ გეტყვით ისეთი, მაგრამ აი ეს ასტიო იყო იტალიური ბენდი, ამას წინათ ერთი კვირის წინ გვეწვია, სხვათა შორის 4 შაბათს დღეს ჰქონდა ამათი კონცერტი და საკმაოდ მოვიდა ხალხი მაინც და კაი საღამო გამოვიდა. არის ბენდები ჩამოსულები იყო იტალიიდან, როგორც კი ბელგიიდან, ყაზახეთიდან იყო ერთი, ავსტრალიიდან იყო ერთი ჯგუფი. ეხლა ველოდებით კიდე გერმანიიდან, ბულგარეთიდან, კანადიდან მოდის ერთი ჯგუფი მალე კიდე და ანუ აღარ ხუმრობ შეიძლება თქვა ხუმრობები დაწყებულია და სხვაგვარია. კი ბატონო, ხო და ნუ რა თქმა უნდა ძირითადი ბირთვი მაინც ქართული ჯგუფებია, რომლებიც გვეხმარებიან ამ ამბავში და ხშირად ჩამოდიან ხოლმე და კაი კონცერტებსაც ვაკეთებთ ხოლმე და შთაბეჭდილებები მაინტერესებს უცხოური ბენდები როგორი ემოციებით მიდიან ხოლმე, იმიტომ რომ მათთვის ხომ უცხო არ არის ახლა სცენა, შეიძლება ქართული ბენდები მეტნაკლებად უკრავდნენ საქართველოში სამწუხაროდ და ტურნეები უფრო ხშირად ჰქონდეთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ აი სტუმრები როგორი ემოციებით მიდიან ხოლმე? ნუ პირველი ემოციები ცოტა ისე მოდიან ხოლმე
აი როგორ გითხრა არ ვიცი გაურკვევლობაში არიან სადმივდივართ რაღაცა მაგრამ რომ მორჩება კონცერტი და რომ ნახავ რომ რამდენად სტუმართ მოყვარები ვართ ქართველები და რამდენად კარგად ვიცი დახვედ რა ადამიანების და იქთან კონცერტის დროსაც ხალხი უსმენს და ცეკვავს და სლემაობს თუ ტაშს უკრავს თუ რაც არის და ძალიან გახარებულები და ძალიან ბედნიერები მიდიან ხოლმე და კიდე ჩამოვართ თუ იძახიან და ძალიან კარგია ალბათ ხო ესო კი და მე ესე ვრცელდება ინფორმაცია და მაგიტომ მე უფრო და უფრო მოდის ასე შემდეგ მეტი შემოთავაზებები ფიქრობ თუ არა რომ ძალიან მალე დადგება დღის წესრიგში ისეთი საკითხი რომ კვირაში მხოლოდ 2 და 3 დღე არ იქნება თვისებული და 7 დღეც საკმარისი არ იქნება აქვს თუ არა ეგეთი სახე ნეტავი იყოს ეგრე და ნეტავი გქონდეს იმდენი ყავდეს იმდენი შემსრულებელი ქვეყანაში ან იმდენი ჩამოსვლელი იყოს იმიტომ რომ ჩამოსვლებისთვისაც რთული იმიტომ საქართველოს ცოტა შორს არის მაინც თქვა ცენტრალური ევროპისგან და ძირითადად ყველა თვითმფრინავი ჩამოდის იქ მაინც უფრო მანქანით მოძრაობენ თქვა ეხლა გერმანიაში თუ ცხოვრობ წახვალ გინდა ესპანეთში ან სადმე აქეთ აღმოსავლეთში მანქანით და აქეთ ფრენა უწევთ და ამიტომ ცოტა რთულია ხოლმე მაგრამ ჩვენ მაინც ყოველ დღე შევიძლებთ სტუმრობას მაგრამ პრობლემა ერთი ის არის ძირითადი რომ ქუთაისში არ არის ძალიან ბევრი კი არა ძალიან თითზე ჩამოსასვლელი ესე ვთქვათ ბენდები არის რომელსაც ლაივის გაკეთება შეუძლიათ ალბათ რო ჩამოვთვალო ახლა ხო ვინ დაუკრა ქუთაისურმა ბენდმა ვერ ავალ რა ვინ დაუკრა ქუთაისურმა ბენდმა თქვენთან ნუ ერთი ჯგუფი არის ახალ ბედა ჯგუფი არის პანკ-როკს უკრავენ პარტიზანი ქვია მაგენი ხშირად უკრავენ ხოლმე ჩვენთან მაგისტროსია კიდე ერთი ბენდი ქუთაისური რომლებმაც დაუკრეს ჩვენთან და კიდე ახლა მალე იმედია დაუკრავენ სრული აქვთ თარიღზე მიდის მოლაპარაკება ხო მე თუ არ გამომჩა ეგორი და ნუ მეტი ახლა აი მიაწერდათო იმას გერჩ თუ ჩავთვით მაგრამ გერჩიც ქუთაისური ბენდი კი ვართ მაგრამ 2 წევრი თბილისში ცხოვრობს ახლა ამჟამად და ცოტა იშვიათად გამოგვდის ხოლმე ესე ხო, რას მიაწერ იმას, რომ ქუთაისში დიდი დოზით ბენდები აღარ არიან, ის რომ თბილისში გადავიდნენ ეს ნუ ეს ძალიან მასაკითხია, ეკონომიური არის ზოგადად ეკონომიური საკითხი. თუ გავიხსენებთ, რამდენი ბენდი იყო? იყო კი, რა თქმა უნდა, ქუთაისთან ხო ცნობილია ზოგადად მაგითი, რომ როკ-ენ-როლის დედაქალაქი არის და კი ძალიან ბევრი ბენდი არის ქუთაისში. და უბრალოდ ისაა, რომ ბევრს უწევს თბილისში გადასვლა, იმიტომ რომ თუ არ ჩათვლით რომ უცხოეთში მიდიან, მაგრამ მაინც მასა უფრო თბილისში მიდის, იმიტომ რომ თბილისში მეტი შესაძლებლობები არის, მეტი კლუბებია, მეტი ესე ვთქვათ, სივრცეებია, სადაც შეიძლება კონცერტი გამართო ან რაღაც აქ 1-2 კინკილა კლუბია და ერთი ტელევიზია, რომელიც 100 პორტელს ესე ვთქვათ, ამ მოძრაობას ხო და ამიტომ ხო, ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული და მაგიტომ დათო გერჩიშიც სიახლეები გაქვს. სიახლეებს ნუ ალბათ სასიამოვნო და პოზიტიურია ის, რომ ლაივები გაქვს თბილისში ხოლმე და გადავავლეთ თვალი ახლა და იყო თუ ახლა ხო გერჩში გერჩს ამას წინათ ჰქონდა კონცერტი თბილისში. როდის იყო 18-ში. ხო 18 იანვარს. ახლა ვინ უკრავთ გერჩში? შეიცვალა თუ? ჯგუფის წევრებს გოლის. არა, ბასისტი ყავს ახალი შედარებით, მაგრამ ეგეც უკვე кайხანი არის ჯგუფში. დათო ლაბაძე, ვოკალი გიტარა, ვალიკო ფაიქიძე, ვოკალი გიტარა, ბასისტი დავით ლურსმანაშვილი და დავით სომაია დრამი. მოკლედ სამი დათო ვართ და ერთი ვალიკო ჯგუფში და როგორ აღმოჩნდა თქვენთან არ ვიცი. ხო, უკვე ისე ვართ დათოებს ვეძებთ მარტო ჯგუფში. დათოებს ხო ვაკანსია გაქვს, ვაკანტური ადგილი არის გამოცხადებული. რამე სიახლე თუ გაქვს გულისხმობ ახალ სიახლე, ბევრი გაქვს სიახლე და ნუ ჯერ იქიდან დავიწყებთ რომ გუშინ დაავანონსეთ ტური გვექნება თებერვალ-მარტში ახლა ევროპაში. ვისთან ერთად? იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, გერჩი და ბუტაფორია მივდივართ ტურში. ჯერჯერობით 6 კონცერტია დაგეგმილი. იტალიიდან ვიწყებთ. მერე მარსელი, მონპელიე, ვალენსია, ალმერია, მადრიდი და ნუ კიდე მოლაპარაკებები მიდის, შეიძლება დაემატოს კიდე რამოდენიმე კონცერტი. როგორ მოხდა ეს სასიამოვნო გაურკვევლობები? რამე წინარე პერიოდი იყო თუ ესე უცებ რაღაც ერთ დღეში გადაწყვეტილი თემა? არა, ზოგადად სულ გვინდოდა, სულ გვაქვს ხოლმე ეს უკვე ეს ჩვენი მარტო გერჩის უკვე მე-4 ტური გამოდის, რაც ეს დავდივართ ხოლმე და ეს წელიწადში ერთხელ რაღაცნაირად ვახერხებთ ხოლმე. ხო და ნუ ამ ბოლო დროს
ახლა როგორც გითხარი იტალიიდან რო იყო ბენდები ჩამოსული, იმათ დავეკონტაქტეთ და ჩამოდითო და მე იქაც ესპანეთში ცხოვრობდა ერთი კონტაქტი იქ საფრანგეთში და იმათაც მიწერეთ და იმათაც კი ბატონო მოვიზანდითო და აი ესე. პანკი და როკი ამეგობრებს ხო ადამიანებს ერთმანეთთან. კი, იმის და მიუხედავად რომ გამოცდილება გაქვთ და არ ვიცი რომელი წელი იყო უკულტურობის დღეები გავიხსენე. ხო? ხო, უკულტურობის დღეები იყო ხანია 2019. ხო, დიდი ხანია აგროვებთ აი ამ გამოცდილებას. რამდენად მნიშვნელოვანია რომ ლოკალური დონიდან რაღაც სხვა ჰორიზონტები დაინახოს, სხვა სცენა დაინახო, ახალი ადამიანები გაიცნო. ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულად უმღერო მათ? კი, ძალიან მნიშვნელოვანია არის, მე რომ ვკითხო, უმნიშვნელოვანესია, ზოგადად ეგეთი გამოთქმა არის, რომ თუ გინდა ჩამოყალიბდე პროფესიონალურ ჯგუფად, გადი შენ ქალაქ გარეთ, სხვაგან დაუკარი. და მით უმეტეს მე შენ ქვეყნის გარეთაც. და ეს იმათვისაც ძალიან საინტერესო არის ზოგადად. თან იმათვის ეს ცოტა ის არის როგორ გითხრათ, უცხო არის, რომ უცხო ენაზე მღერიან, მაგრამ მანდ ენას დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში. თავარია ეგრეთ წოდებული დუხი და ეს აურა, რასაც შენ გადმოსცემ სცენიდან და ხვდებიან, რომ სწორ რაღაცაზე მღერ და სწორ ენერგიას აძლევ და ისინიც მე გიბრუნებენ იგივეს და ზოგადად უკვე ბევრჯერ ვიყავით ეს წასულები და რამე პრობლემა იმასთან რომ სხვა ენაზე მღერით ან რაღაც არ ყოფილა არასოდეს. აქაც რომ ჩამოდიან, ძირითადად სულ თავიანთ ენაზე მღერიან ხოლმე, იშვიათად რომ მე თქვა, ნუ ქართულად ხო არ უნდა მღერის, რა თქმა უნდა, მაგრამ ინგლისურად თქვა, ძალიან ცოტა მღერის ხოლმე. დათო ძალიან საინტერესო დევიზი აქვს ამ ტურს. ამ ტურს არა, ტურის სახელია ეგრე. ტურის სახელია ბოდიში, მაგრამ გზა და შიმშილი, ხო. გზა და შიმშილი, იმიტომ რომ შორგზაზე მიდიხარ. შორგზაზე მიდივარ და მე იქაც კიდე დასვენება არ გვიწერია, იმიტომ რომ ტურში ზოგადად ეგრე არის, ჩადიხარ თქვა რომელიმე კონკრეტულ ქალაქში, ეგრევე საუნდჩეკი, ეგრევე კონცერტი, ძილი დილის 8-9-ზე ადგომა და წავხვი და მე იმიტომ ძირითადად სულ რაღაც ისე არის, რომ 5-6 საათი მაინც გიწევს ქალაქიდან ქალაქამდე სიარული და სულ გზაში ხარ და ჭამისთვისაც არ წავიდა და ამიტომ სულ გზაში და შიმშილში ხარ მოკლედ. კარგით, ბუტაფორიასთან რამდენი წელი მეგობრობა გაკავშირებს? რაღაც საინტერესოა ხოლმე, ხო თქვენი ეს თანამშრომლობები და სიყვარული და იცი რა მინდა კიდე მითხრა, აი ქართულ როკერებს ძალიან გიყვართ ერთმანეთი და რაღაც კონკურენტებად არ აღიქვავთ, ხო ეს მეგობრული ურთიერთობებიც დასაფასებელია სხვათა შორის. როგორც ბუტაფორიასთან დაკვრა დავიწყე 2010 წელს მივედი, ხო, ანუ 16 წელია ფაქტობრივად. მანამდეც ვიცნობდი, მაგრამ მაშინ ეხლა უკრავდი 1-2-3 წელი მაგ პერიოდში ბუტაფორიაში და მაგის მერე მეგობრობა გვაკავშირებს და მეგობრობა იმიტომ გვაქვს ესე თქვა ერთმანეთთან რომ სამწუხარო არის ერთი მხრივ რომ ცოტანი ვართ და ერთმანეთს ესე თქვა ვეხმარებით და ერთმანეთს ვასუპორტებთ და თან მეტნაკლებად ყველა კაი ადამიანები ვართ და ვუგებთ ერთმანეთს კარგად და დრობას სიყვარული ხო ჯობია. ხო და ეს. ხო, როკერებიც ქადაგებენ სხვათა შორის სიყვარულს, ვისაც ცუდი დამოკიდებულება დღემდე რჩება ხოლმე, რომ რაღაც ცუდებთან ასოცირდებით და თო. კერძზე მინდა კიდე ცუდები, მაგათ კერძზე მინდა კიდე ერთი პატარა დეტალი გითხრა. სიამოვნებით მოგისმენთ. პირველი იქნება, სადაც გავაჟღერებ ახლა ამას, რომ მალე ალბომს გამოვცემთ. ვაუ. ახალი ალბომი გამოვა ჩვენი. ნუ იქ ძირითადად რამოდენიმე უკვე გამოცემული სიმღერა იქნება შესული და რამოდენიმე ახალი და ველოდებით ახლა რაღაც პატარ-პატარა დეტალებს და შეიძლება სანამ ტურში წავალთ უკვე ალბომის პრეზენტაციაც მოხდეს და გამოვიდა ეს. ანუ 2026 წელი ძალიან კარგად დაიწყეთ. ამაზე კარგად ვერ ისურვებდი აქეთ ტური. კი, აქეთ ალბომი, ახალი უკვე ეს მეორე ალბომი არის ჩვენი და კიდევ ერთი ლაივი გელოდებათ რიფრაფში, ხო? რამდენიმე დღეში. კი, რიფრაფში. უფრო მძიმე და სხვაგვარი. ხო, რიფრაფში ბარემ დავაანონსებ ახლა. რა თქმა უნდა. ესე იგი რიფრაფში შაბათს გვაქვს ძალიან საინტერესო ლაივი, ახლა 31 იანვარს. აუ, ხო, აი ეგ გამომრჩა ქუთაისურ ბენდებში იზმირი გამომრჩა, როგორ გამომრჩა და აი ახლა რომ აი ამისთვის ხო და გადადებული ხო, აი იზმირი დაუკრავს. ბევრისთვის საყვარელი ჯგუფი. იზმირი იქნება და ლუი. ესევე ჩვენი ქუთაისელი ახლოდ კი არა უმაგრესი ადამიანი. კი, მოვიკითხოთ ლუი და იზმირი იქნება 31-ში. აბა პირველ თებერვალს. და პირველ თებერვალს იქნება თუ არ ვცდები პირველად გვექნება ქუთაისში ჰარდკორ ფესტივალი. ანუ ეს ცოტა პანკის ცოტა უფრო მძიმე ვერსია. მძიმე ვერსია და 6 ჯგუფი იქნება წარმოდგენილი. გერჩი ვიქნებით, სტრესი, ზომბი ორკესტრა, ლოვერ მაინცი, ურო და უგროზა. და საინტერესოა. ნუ რამოდენიმე თბილისური ჩამოვასტუმროთ და აქეთ ქუთაისელები დავხვდებით და 6 ჯგუფი იქნება და გეპატიჟებით ყველას.
ძალიან მაგარია, ხო არ ვიცი, ხა მე რამდენად მოვახერხებ, იმიტომ რომ რაღაცა მინდა ძალები დავზოგო, პატივისცემა თითოეული ბენდს, ვისი შემოქმედებაც ვიცი, ან ვისი მსმენელი არ ვარ და შესაძლოა გავხდე, მაგრამ სხვა ამბებს ველოდები კიდე, რომელიც სხვა ამბებს კიდე შვიდში გვექნება თბილისური hardcore სცენის დიადი წარმომადგენლები ჯგუფი რეზისტენცია და დედსეკი. ой, რას ამბობ? ხო, 7 თებერვალს გვეყოლება ესენს თუმრად და ეგეც უკვე დაანონსებული არის ჩვენ ოფიციალურად კარგია. ამაზე დევს ჩვენ სოციალებში. და ეხლა კიდე ერთ ანონსს გაგიკეთებთ, რომელიც ჯერ არავინ არ იცის და აქვე დაგიანონსებთ, რომ 14 თებერვალს სიყვარულის დღეს გვექნება ძალიან საინტერესო კონცერტი, სტუმრად გვეყოლებიან ჯგუფები მინდა დავთხრი და ვოდკავთ რაიონი. რა მაგარია. და ესე ყველა ერთად ჩავეხუტეთ სიყვარულოთ ერთმანეთს კონკურსი ყვარულში. ისიც ყველები რომ მოვიდნენ, ახლა რო არიციან ამ ბენდების შემოქმედება და პირველად რომ მოდიან და პოსტერს გავაკეთებთ ისეთ გულებიანს. ბიჭი როგორ დაპატიჟებს და აღმოჩნდება მინდა დავთხრეს სერენადას რომ მოусმენს. როგორ რაზეც იქნება, როგორ პიკო დაიშლება ეს ყველი თუ პირიქით თუ გაუძლებენ შემდეგ თელ ქარტეხილს გაუძლებენ ცხოვრების მანძილში. მან თუ გაუძლებენ გამოცდა იქნება, მან თუ გაუძლებენ. 14 თებერვალი უნდა ჩავინიშნო, იმიტომ რომ არ მოსულა თქვენთან ამ 5 თვის მანძილზე. 14-მდე არ მოხვა? 14-მდე არ ვიცი, მაგრამ 14-ში მკვდარი რომ იყო გავცოცხლდები. კეშა მოვიკითხოთ. კეშა მოვიკითხოთ, კი, ჯანმრთელობაზე პრობლემა ჰქონდა და ეხლა უკეთ არის, გაცილებით უკეთ არის, ეხლა უკვე საკონცერტო მოღვაწეობას იწყებს ისევ, ეხლა ჯერ 13-ში თბილისში ექნება კონცერტი და 14-ში ჩვენთან. კეშა გვიყვარხარ, ჯანმრთელობა მინდა გისურვო და ის რო გვეუბნება ხოლმე დაიშალაო ვოდკაო შეგვაშინებს და შემდეგ რო დგას ის სცენა. ვოდკა დაშლილია. და ვოდკა აღარ არსებობს უბრალოდ ესე. იკრებებიან. ვოდკა დაუკრათ და დაუკრათ ხო. ამის რო დაშლილი ხარ სავარია. დათო ძალიან კარგია და მარსა გულით მახარებს ის ფაქტი რომ ქუთაისი არ არის დადუმებული. ამ კუთხით და მადლობა შენ. ვცდილობთ კი ბატონო, ვცდილობთ და რაღაცას ვაკეთებთ, ფართხალებთ ესე ვთქვათ და მოუწოდებ ხალხს რომ იაროთ ცოცხალ მუსიკაზე და გვჭირდებით თქვენს. ნახე, ახალი სახეები თუ არიან, იმიტომ რომ მე რომ აქვს განცდა რომ ქუთაისში მსმენელებიც აღარ დარჩა რაღაც ის ძველი სახეები, ვისაც მე ვეღარ ხვდები ქუჩაში ის დრო რაც მაქვს ხოლმე განკუთვნილი, ესე ვთქვათ, ცეირნობისთვის, სამწუხაროდ ის ძველი სახეები არ არის. რადგან ამბობ რომ ადამიანები მოვიდა, ეს ნიშნავს რომ ახალი მსმენელები გამოჩნდნენ. მათზე მიიღო. არის კი, ახალგაზრდობა არის. აი თინეიჯერები დადიან მეტნაკლებად. დადიან და ამას წინათ კიდე ჩვენ შენობაში არის ესეთი მუსიკალური სასწავლებელი და იმ ბევრი ახალგაზრდა ბავშვი დადის, ბავშვი თუ თინეიჯერი თუ რომ არ იწყნოს არავინ. და ესე ვთქვათ, საჩვენებელი კონცერტი ჰქონდათ. მშობლები იყვნენ მოსულები და ესეთ ძალიან საინტერესო საღამო გამოვიდა, მაგრამ იქ ძალიან ბევრი ახალი სახე მუსიკოსი დავინახე, რომლებიც მართლა ძალიან ნიჭიერები არიან, მომღერლები, თვითონ ბასისტები, გიტარისტები, დრამერები და ვფიქრობ, რომ ქუთაისს მოვალში 1-2 წელიწადში ესენი წამოიზრდებიან, უკვე ბევრი საინტერესო ჯგუფი ეყოლება. ძალიან მნიშვნელოვანია ეს და მსმენელებიც მნიშვნელოვანია და სწორედაც ჯანსაღი კომუნიკაცია და ის მითები, რომელიც არსებობს ხოლმე მუსიკის ამ მიმდინარეობისადმი, ცუდი დამოკიდებულებები ალბათ უნდა შეიცვალოს, ხო? მაგრამ ნაწილობრივ საჭიროც არის, ხო, ისე როგორ მე მგონი არასდროს არ შეიცვლება. არა, ой, რა. ყველგან ეგრე არის. როგორც გითხარი, ბევრს მოგზაურობ და ბევრ და ყველგან იგივე სიტუაცია არის, ყველგან არის ბუზღუნა მეზობელი. ყველგან არის ვიღაცა არ გინდა ხაი რაღაცებზე ვილაპარაკოთ. არ რაღაცებზე ვილაპარაკოთ. დავალე ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და მივიწევთ წინ და. ანუ ეს კალენდარი მუსიკალური ვიცით 14 თებერვლამდე. შემდეგ როგორ აპირებ ხმაურს? ანუ გაგრძელებას და არჩევ. რა თქმა უნდა, როგორც გითხრათ, ყოველ შაბათ-კვირას, ან შაბათს ან კვირას, მაგრამ ზოგჯერ შაბათსაც და კვირასაც არის, ან ზოგჯერ 3-4 კონცერტია ზედმიყოლებით ხოლმე და ჯერ მომავალში აიგებნება შევინახოთ. ყველაფერს ახლა ხო არ ვიტყვი. ვალენტინობას შევეგებოთ შვიდი მუსიკის ფანზე და შემდეგ ვისაუბროთ სხვა რამეზე. ვიდრე ნელ-ნელა დაგემშვიდობები. ჯერ ადრეა, ახლა იანვარიც ვერ გაგვიცილებია. თუმცა ჯანდაბა ფესტივალი ალბათ წელს იქნება და ისე არ ჩაივლის. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს ჯანდაბა ფესტივალი ჩავატაროთ და ჯერ ცოტა ეს თეორიულ ამბებში ვართ, მაგრამ აი ტურიდან დავბრუნდებით. დაიწყებ უკვე დაორგანიზებას. მარტის ბოლოსკენ უკვე დავიწყებ. ისევ ბაღდათი თუ? ნახოთ. კიდე ეგეც. ნახოთ, არ ვიცი, ჯერ არაფერი არა გადაწყვეტილი, ჯერ ისაა გადაწყვეტილი იქნება თუ არა და. არა, უნდა იყოს. უნდა იყოს ხო, ბევრი ძალიან მოთხოვნადი გახდა. კი, ბევრი იწერება უკვე რომ დაგვაკროვინოთ და შეძლებს დაგვარად.
ნახოთ. დაუკრათ და გვეყარდეს ერთმანეთი, ალბათ ამაზე კარგი დაუწყენარი ამ ცუდი ამბებით გაჯერებულ დედამიწაზე და მით უფრო საქართველოში არც არაფერი არ არის. რას დაგვიტოვებს აკვანძოთ ხა? 14-ში თქვენთან ვარ. თუ რამეს ნიშნავს ეს თქვენთვის? მე ყოველ დღე უნდა იყოს ჩვენთან. კი არა, მე სხვაგვარად გულისხმობ ამას თორე ისე. აი 14-ში მეუღლესთან ერთად მოდი მაშინ ბოლოს და ბოლოს სიყვარულის დღეა. და სერენა და მოვასმენინო ლაივში. ისე რომ ვასმენინო ხოლმე. გაოცებულია და ლაივში იმედია უფრო მოეწონება. სპანდერა მოვიკითხოთ აქვე და ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს ქუთაისი. აბარა, აუცილებლად. იცი რა მაინტერესებს? მოგკითხვა და რიფრაფში გელოდებით ყველას ამ შაბათს და კვირას. დათო რა მაინტერესებს იცი? მუცხოვლებ ბენდებს. თუ აგემოვნებინებ ხოლმე ვიკენდიას გალავს. ან თუ უწევ რეკომენდაციას. დროში არიან ხოლმე გაჭედილი, მაგრამ რა თქმა უნდა თავაზობ ხოლმე რომ იქ ან სახინგლეში სადმე ან ხინკალი გასიჯეთ ან ვიკენდიას გავაგებთ. მე ჭაჭას ვაგემოვნებინებ ყველას. მაგის გარეშე შეიძლება ცხოვრება. მაგა ძალიან დიდი მადლობა რომ იყავი ჩემი სტუმარი, ბევრი წარმატება რიფრაფს, იმიტომ რომ ეს არის ადგილი, სადაც ბენდებს, გამოცდილებს თუ მეტნაკლებად გამოცდილებთ აქვს შანსი საკუთარი ემოციები დახარჯონ, ესეც მნიშვნელოვანია. აუცილებლად ემოციების დახარჯვა აუცილებელია და სწორად დახარჯეთ კონცერტზე და იქ გაერთეთ ჯობია ვიდრე აგრესიაში გადავიგივეთ მე ქუჩაში ან ოჯახში. მოგძანთ რიფრაფში და იხუნავეთ და რაც იყვირეთ და რაც გინდათ გააკეთეთ. სრული თავისუფლება. დათო დროებით დაგემშვიდობთ. ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობდი გადაცემაში. დარწმუნებული ვარ ბევრჯერ შევხვდებით ერთმანეთს, ასე რომ მადლობა რომ ვალენტინობას ისე ველოდები როგორც არასდროს. და ველოდები ჯანდობა ფესტივალს. ძალიან მოხართ ყველანი და შევხვდებით ერთმანეთს. დროებით ნახვამდის. გადაცემაში უადღე ქუთაისში ძვირფასი ტელემაყურებლებო დღეისათვის ამით დასრულებულია. დათო ცომაიას მასპინძლობდი. უკვე იცით თუ კი გიყვართ ცოცხალი მუსიკა, ქართული ანდერგრაუნდი და არა მხოლოდ, როგორ უნდა გაატაროთ ეს საღამოები, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის მუსიკა, კინემატოგრაფია და ზოგადად ხელოვნება, რომელიც არის შეუცვლელი და ესეთი უწყინარი თერაპია. გემშვიდობებით ხვალამდე საუკეთესო სურვილებით, ხვალ კინოს დღე გვაქვს, ალხონელიძე იქნება ჩემი სტუმარი, ეს ერთგულმა ტელემაყურებელმა ძალიან კარგად იცით. ნახვამდის, მადლობა ყურადღებისთვის.